8 წელია თბილისის საპარკინგე სისტემა მერიამ გადაიბარა. მას შემდეგ, რაც City Parks ხელშეკრულება შეუწყვიტა მოქალაქეების უფლებების დაცვის მოტივით. დედაქალაქის მთავრობა მაშინ მოსახლეობას პარკირების უკეთეს სერვისს დაპირდა. თუმცა სპეციალისტების შეფასებით ამ ბოლო 8 წელში ვითარება გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო დამძიმდა. არც დანაპირები მრავალდონიანი მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეები ჩანს. უფრო მეტიც, საპარკინგე ადგილები შემცირდა. რაც დარჩა, გაწვირდა. წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდით მხოლოდ პარკირებიდან დაახლოებით 30-40 მილიონ ლარ შემოსავალზეც. კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო, რომ განვითარებული იყო საპარკინგე ინფრასტრუქტურა. კიდევ უფრო მეტად გაუარესდა სიტუაცია. გაუარესდა რამდენიმე მიმართულებით. ერთი, პარკირების ადგილების თუ ზრდა, არამედ შემცირება და მეორე მნიშვნელოვნად გაძვირება როგორც პარკირების ღირებულების, ასევე ჯარიმის რაოდენობის გახუთმაგება. ანუ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ჯიბიდან კალაძის მერია როგორც პარკირების გადასახადის, ისე პარკირებაზე დაწესებული ჯარიმებიდან გამომდინარე 5-ჯერ და 10-ჯერ უფრო მეტს იღებს თბილისელების ჯიბიდან, მაგრამ საქმეს არ აკეთებს იმის ნახევარსაც კი რაც შეიძლება გასულ წლებში კეთდებოდა. სპეციალისტების დათვლით ბოლო 8 წელში საპარკინგე სივრცე დედაქალაქში 4000 ადგილითაა შემცირებული. ეს მაშინ, როცა იზრდება საბინაო ფონდი და თბილისის გზებზე მოძრავი მანქანების ოდენობაც. მას შემდეგ, რაც კომპანია City Park გავიდა ბაზრიდან და ჩვენ გვახსოვს არაერთი დაპირება, რომ აშენდებოდა მიწის ქვეშა და მიწის ზედა მრავალსართულიანი საპარკინგე სივრცეები, მოეწყობოდა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც დამატებით ადგილებს გააჩენდა სხვადასხვა უბნებში. არც ერთი დამატებითი პარკირების ადგილი 2017 წლიდან დღემდე თბილისში არ შექმნილა. მეცაც ვიტყვი, თუ იყო 2017 წელს 32000 საპარკინგე ადგილი დედაქალაქში, დღეს ის არის უკვე 28000. ანუ 4000 ადგილით შემცირდა. პარკირების ადგილებს როგორც წესი ამცირებენ იმ მიზეზით, რომ სურთ მობილობა კონკრეტულ სატრანსპორტო კვანძებზე შეამცირონ, თუმცა როგორც რეალობა აჩვენებს და სპეციალისტებიც ამტკიცებენ, ეს ასე არ მუშაობს. საერთაშორისო პრაქტიკაში ბევრად აპრობირებულია გამჭოლი გზების მოწყობა და გზის პირებიდან პარკირების მიწის ქვეშ გადატანა. იზრდება შენობები სიმაღლეშიც და სიმრავლეშიც, ხოლო საპარკინგე ადგილები მცირდება და მცირდება. ანუ ეს ჩემი გადმოსახედიდან საერთოდ ერთმანეთთან არაფერ არ ჯდება. ჩემი აზრით ძალიან დიდ ხანს იქნება ეს ქალაქი ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მიგიყვანს იქ მოქნილად იმ კონკრეტულ წერტილზე. ბოლოს, რასაც შეიძლება ადამიანი ამ ჩვენს დედაქალაქში იქნება კერძო ტრანსპორტი. შეიძლება არ კონდეს სახლი, შეიძლება არ კონდეს საჭმელსასმელი, არ კონდეს მობილური, არაფერი არ კონდეს, მაგრამ ეს ტრანსპორტი არის ბოლო იმედი, თუ რამეა და რაღაც დამატებით შემოსავალი იშოვოს. პარკირების პოლიტიკა მოქალაქეთა მობილობის მანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასართავად გამოიყენება. თუმცა სპეციალისტების მიერ მერიის არც ეს მცდელობა ფასდება როგორც თანმიმდევრული და გონივრული წინასწარ გათხრებზე დაფუძნებული სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი. სწორედ ამით აიხსნება დედაქალაქის სატრანსპორტო კოლაფსი. სპეციალისტების მტკიცებით, თბილისური სატრანსპორტო პოლიტიკა საერთოდ აცდენილია საერთაშორისო ტრენდს, რომლითაც მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქები ახერხებენ საცობების თავიდან აცილებას. მაგრამ რასაც ჩვენ უყურებთ კალაძის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ამას არაფერი საერთო გონივრულ ერთიან პოლიტიკასთან არ აქვს. ეს უფრო არის ქაოტურად, არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალურად მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის შედეგიც არის უბრალოდ გატანჯული მოსახლეობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს არ არის განვითარებული იმ დონეზე და ვერ აუდის იმ გზავნ ნაკადს, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ სრულად შესაძლებელია დღეს ავტოპარკის დიდი ნაწილი გაჩერდეს დედაქალაქში და გადავწყვეტთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მადრიდში მთელი მიწის ზედა ინფრასტრუქტურა პარკირების გადავიდა მიწის ქვემოთ. და უბრალოდ შემთხვევაში ეს იყო სკვერების, საფეხბურთო მოედნების და მსგავსი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიწის ქვეშ. მიწის ქვეშ სივრცეების გადაცემა უსასყიდლოდ სხვადასხვა პრეფერენციებით, სხვადასხვა წამახალისებელი საშეღავათო პოლიტიკებით უკვე საინტერესო გახდება კერძო სექტორისთვისაც. ბიზნესი ეჭვის თვალით უყურებს მსგავს შემოთავაზებებს
იმიტომ რომ ამ შემოთავაზებას ჭირდება როგორც ერთი, პრეცედენტული სახე ჭირდება, გამოცდილება უნდა არსებობდეს ამისი, რომ მე როგორც ბიზნესს დავთვალდი იყოს და დავითვალო და ხელი მოვკიდო და მეორე ჭირდება აბსოლუტური იმედი, ფსონი ძადება იმაზე, რომ მე თუ ამას გავაკეთებ, სახელმწიფო გააკეთებს იმ კონკრეტულ მოქმედებებს, რომ ეს ჩემი ბიზნესი ამუშავდება. ვერ ნახავთ თქვენ ერთ-ერთ დიდ ქალაქს, აღარ ვამბობ დედაქალაქებზე, სადაც ყოველ ნაბიჯზე არ არის როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწის ზედა საპარკინგის ძვირია, ორი აზრი არ არის, მაგრამ მიხვედი და მანქანა ვერ გააჩერებ, მსგავს ვერ ნახავთ. საფრანგეთის პარიზის გარდა თითქმის ყველგან აბსოლუტურად უფასოა საფრანგეთში პარკირებები. ვერცად ვერ ნახავთ საპარკინგე სივრცეებს, რომელსაც გადასახდელი აპარატები არ აქვს. საქართველოში ამჟამად 1,800,000-მდე ავტომობილია რეგისტრირებული. ავტოპარკის 40% დედაქალაქშია თავმოყრილი. სატრანსპორტო სფეროს ექსპერტების დათვლით, დღეს თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 16 ავტომობილი მოდის.